დაახლოებით 15 წუთის წინ დავბრუნდი სახლში, ახლა არის პირველი საათი ხდება ღამის, თუმცა ეს ვიდეო ბლოგი აიტვირთება 30 რიცხვში დილის 11 საათზე. და 11 საათზე აიტვირთება ეს ვიდეო ბლოგი, ხოლო 3 საათზე ესე იგი დღეს ხო, ასე გეტყვით რომ დღეს მეთქი, რაღაცა დღეს უყურებთ თქვენ 11 საათზე ამ ვიდეო ბლოგს, 3 საათზე იქნება ჩემი ედიტორიალი, თუმცა იწერება კვლავ ვიმეორებ 28-ში, აი 29 დამდგარია 1 საათია. მე დავბრუნდი სახლში, საინტერესო ედიტორიალი მქონდა, შაბათის კონტექსტი, მე ვარაუდობ იქ საინტერესო მიმართულებით ისაუბრე და პრაქტიკულად არ მიხსენები ამ იკითხავით ალეკო ელისაშვილი. მასზე საუბარს გულახდილად გეტყვით, არც ახლა ვაპირებ, მიმაჩნია და მომავალშიც მივიჩნევ, რომ ჩვენ არ ვართ რაღაც თამაშობაში, არ ვთამაშობთ. და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილნი და ასევე უნდა ვიყოთ თვითკრიტიკული. მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, მიმაჩნია, რომ მათ შორის ის პირები, რომლებიც მოდი მაინც რბილად ვიტყვი, შეცდომას უშვებენ, არიან ჩვენს რიგებში, მაგრამ შეცდომას უშვებენ, ისინი არიან სუსტი რგოლუკები ჩვენი დიდი ჯაჭვისა, რომლებიც მომიტევეთ ასაკვირველია, მე მესმის თანაგრძნობა, მე მესმის რაღაცა თეორიები იმის თავაზე, რომ ის შეიძლება და შანტაჟის ალეკო ელისაშვილი შეიძლება მართლაც არის რაღაცა გარკვეული შეუსაბამობები, შეიძლება არის რაღაც სხვადასხვა გვარი ანალიზიც მესმის ესეთი სიტყვას, რომ თანაგრძნობას იმსახურებს და სხვას არაფერს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ცოტა ალბათ მაინც ასე უნდა ვთქვა საკუთარ თავზე, ცოტა დაუნდობელი ვარ. არ ვთამაშობთ რა, ჩვენ არ აგვაქვს უფლება შეცდომების დაშვებისა, მტერთან და ქართული ოცნება არის რუსული ოცნება და რუსული ოცნება არის მტერი ქვეყნისა. და ახლა სენტიმენტების დრო არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულნიც და მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ, რომ ვიყოთ ბევრად წინ, მათ შორის მორალურად თუ ზნეობრივ მორალურად, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ვიდრე არის ეს ბანდიტური თავად ტერორისტული ორგანიზაცია ქართული ოცნება. ჩვენს რიგებში არ უნდა იყვნენ მოკლედ ისეთები, რომლებმაც დაგვაღალატეს უკვე და რომლებიც შესაძლოდ დაგვაღალატებენ, ან გვაღალატებენ. ალეკო ელისაშვილი მწუხვარ, ყოველ შემთხვევაში ვიდრე სხვა ვერსია მოგვისმენია მისგან. მე არ გამორიცხავ, რომ სხვა ვერსია სასამართლოზე თქვას, სასაკვირველია და არაფერი პრობლემა არ მექნება თუ იმ ვერსიას დავიჯერებ. თქვა, რომ ხო, ალეკო ელისაშვილი ყოფილა მართალი მეთქი, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ალეკო ელისაშვილი მართალი არ არის. წერტილ კი არა, სახელის ნიშან დასმულია ეს წინადადება, მაგრამ ამავდროულად მე არ ვაპირებ ბევრის ლაპარაკს ამ თემაზე, არც ხვალინდელ გადაცემაში, კი ერთი ხანობა კი ვიფიქრე, რომ მოდი ვილაპარაკებ მეთქი ხვალინდელ კი არა, დღევანდელ გადაცემაში 3 საათზე რაც იქნება, 11 საათზე აიტვირთება 30-ში ეს ვიდეო ბლოგი და არ ვაპირებ ამ თემაზე დიდად გახურებას. დავამთავრეთ, გადავფუძნეთ და ნიშნავს ეს იმას, რომ უნდა კონცენტრირდეთ გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე. გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები კი არის ბევრი. ახლა მე გეტყვით, რომ ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა ინფორმაცია ამგვარი, რომელიც არა მხოლოდ ესეთი ტექსტური ინფორმაცია ფრიად საყურადღებო, არამედ ამ ტელეგრამ არხს ახლავს პრობლემა არა მაქვს, ჩაგახედებთ ამ ტელეგრამ არხზე, ესე იგი ეს არის Головное управление 213,000-ზე მეტი. ეს არის დაზვერვის სამსახური უკრაინისა. ანუ მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის ბუდანოვის სამსახური. აი ბუდანოვის სამსახურმა გავრცელა უაღრესად საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ბევრად, აი მილიარდჯერ უფრო საინტერესო ამბავია, ვიდრე ალეკო ელისაშვილის ბჭყალებში თუ უბჭყალებოთ ბჭყალების გარეშე ეგრეთ წოდებული ტერორიზმი. მოკლედ დაშვებული შეცდომა. ინფორმაცია ერთია, რაც გავრცელა ბუდანოვის სამსახურმა და მეორეა, რომ ამ ინფორმაციის გარდა ამ ყველაფერს ახლავს ეგრეთ წოდებული რუკაც. მე ამ ინფორმაციასაც წაგიკითხავ ცხადია. რუკაც
ახლავს. მეორე რუკა არის უფრო საყურადღებო. აქ არის აფრიკის რამდენიმე ესე 1 2 3 4 წერტილი მონიშნული, თუ აქცევთ ყურადღებას, გამოვწევთ თქვენის ნებართვით. ნაგანახებთ ეს. დავზუმავ. მე კარგად ჩანს არ ვიცი, არა, ზომით არ ჩანს. აი, ახლა ესე თუ გამოჩნდება, აი ეს ერთი წერტილი. ხედავთ ამ წერტილს. ეს ერთი წერტილი არის საქართველო. ეხლა ვკითხულობ. უკრაინის სამხედრო დაზვერვა უბუდაროვის სამსახური წარმატებით ავლენს რუსეთის ოკუპანტების, ანუ რუსი ოკუპანტების გეგმებს დედამიწის ყველა კონტინენტზე, ანუ ცენტრებს, გეგმებს და ასე შემდეგ. მაღალ ტექნოლოგიური ომის პირობებში რუსეთის ესე იგი რუსეთის და მაღალ ტექნოლოგიური ომის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის, ანუ მტრის გეგმებისა და განზრახვების დროული გამოვლენა. მე ამას ვთარგმნი პრინციპში ესე უკრაინულიდან და თარგმნილი არის ChatGPT-ის მიერ, ამიტომ გზადაგზა გავასწორებ. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დიდ ყურადღებას უთმობს რუსეთის სამეთაურო პუნქტების გადაადგილების მიმართულებების გამოვლენასა და თვალყურსას ადევნებს მათ. მაქსიმალურად ცდილობს, ანუ სამეთაურო პუნქტების გადაადგილებას და მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს მათგან იმ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ხოლო ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში გაანადგუროს ეს სამეთაურო პუნქტები. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაყოფებმა ტექნიკური დაზვერვის საშუალებებისა და ოპერატიული მეთოდების კომბინაციით გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური დაცული კავშირის ტერმინების ქსელი, როგორც უკრაინის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ისე აფრიკის კონტინენტზე. რაც შეეხება გასწვრივ გულისხმობენ, ხო, ეს არის პირველი რუკა, თქვენის ნებართვით გაჩვენებთ. როცა გასწვრივზე ვლაპარაკობთ, ეს არის სამეთაურო შტაბები, რომ დავზუმოთ, კი ბატონო, ესე ამდენია წარმოუდგენელი რაოდენობით, გასწვრივ აი ყველაზე უფრო აღარ ხარკოვის გასწვრივ, კრამატორსკთან, პავლოგრადი ოდნავ ზემოთ არის ზაპოროჟიესთან, ქვემოთაც ჩამოდიან დასაკვირველია ყირიმისკენ, მიკოლაევთან არ მისული, კრივოი როგთან არ მისული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს ხო გასაგებია. მაგრამ აფრიკის კონტინენტზე როცა ლაპარაკობენ, ესე იგი აფრიკის კონტინენტი არის ეს. 4 წერტილი, რომელსაც ხედავთ თქვენ. მაგრამ როგორც ჩანს გამოვლენილია კიდევ ერთი ცენტრი. სხვები წერენ, რომ 6 წერტილიო საქართველოს ტერიტორიაზეო, მაგრამ მე ვერ ვნახე ინფორმაციები 6 წერტილის თაობაზე. 1 წერტილი კი ნამდვილად წერტილზე კი ნამდვილად მონიშნულია საქართველო. ანუ კვლავ ვიმეორებ. ეს არის გადავალ ამ თარგმანზე ისევ თქვენის ნებართვით. ეს არის სამეთაურო პუნქტები მტრის, ანუ რუსეთის სამეთაურო პუნქტები და ესენი ამბობენ უკრაინელები, რომ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში გავანადგურებთ კიდეც ამ სამეთაურო პუნქტებს. ანუ თუ საქართველოშია ეს რომელიმე ერთი სამეთაურო პუნქტი, უკრაინა იღებს ვალდებულებას კი არა, გადაწყვეტილებას, მაღალი ალბათობით, რომ გაანადგუროს საქართველოში არსებული მტრის, ანუ რუსეთის სამეთაურო პუნქტი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაყოფებმა ტექნიკური დაზვერვის საშუალებებისა და ოპერატიული მეთოდების კომბინაციით გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური კავშირის ტერმინალების ქსელი, როგორც უკრაინის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ასევე აფრიკის კონტინენტზე. როგორც ჩანს, საქართველოს იგულისხმება უკრაინის ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებულ ქვეყნად. აღნიშნული ტერმინალებიდან მოპოვებული ინფორმაციის ხანგრძლივი გამოყენების დამუშავების შედეგად, რომელიც რუსი ოკუპანტების გეგმებს ასახავდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი გეოლოკაციის გასაჯაროებისა და მათი განადგურების თაობაზე. ანუ უკრაინელები პრინციპში ღიად ამბობენ, რომ გაანადგურებენ, გაასაჯაროეს და გაანადგურებენ. სანამ გაგრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მტერი უსაფრთხო ადგილს ვერ იპოვის მსოფლიოს ვერც ერთ კუთხეში. სლავა უკრაინი! დიდება უკრაინას, ანუ დიდება უკრაინას, ღეროებს სლავა თუნდაც დავამატოთ ჩვენ. ხარ ისი ბრალია ეს ყველაფერი.
ჯერ პირველ ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ ბუდანოვის უწყება ავრცელებს ამ ინფორმაციას და არა რომელიმე ექსპერტი, მიმომხილველი, ჟურნალისტი, რომელიმე სანდო ან არასანდო, ტელეგრამ არხი, მედია არხი, სოцქსელების არხი და ასე შემდეგ. ოფიციალური ინფორმაცია. ამოგამდინარაზე რა სიტყვის არ მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, ამოგამდინარაზე მსდიოს ალეგო ელისაშვილს. ეს ღიად. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ შემოსული რუსები ჯამში 70,000 დღევანდელი მონაცემებით პლუს მინუს 3,000 5,000 კაცი მომედავებით. აქედან გარკვეული ნაწილი ეს ისედაც ცხადი იყო, მაგრამ მადასტურებელი ინფორმაცია ჩვენ არ გქონდა. აქედან გარკვეული ნაწილი გაგიკვირდებათ და მუშაობს რუსეთზე და არა მარტო რუსეთზე მუშაობს, ესე პირდაპირ ვილაპარაკოთ, არამედ უკრაინის დაზვერვამ შტაბ-ბინა იპოვა მათი, რომელიც ფრონტზე ეხმარება რუსულ არმიას. და ეს შტაბ-ბინა არის თბილისში, მაღალი ალბათობით ან საქართველოს რომელიმე ქალაქში არაოკუპირებული ტერიტორიები იგულისხმება. და ეს არის ლოჯისტიკური დახმარება და კიდე სხვა მიმართულებითაც დახმარება, როგორც ჩანს. ლოჯისტიკას ფრონტის ხაზზე აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა იცით თქვენ და კვლავ ვიმეორებ ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. ეხლა კომენტარებში ერთ-ერთმა პირმა გაავრცელა, ერთ-ერთმა იუზერმა ეს ყველაფერი არ მიაკვლია და გაავრცელა და კომენტარებში რა კომენტარები არ მოდის, მაგალითად ძალიან ცუდი ამბავი, მე ის მიკვირს, უფრო ამდენი ხანია თბილისში პროტესტი მიმდინარეობს და ერთხელაც კი არავის უყვირია განადგურდეს რუსული ადმინისტრაცია. ბოდიში ერთ-ერთი ეს კაცი, რომელიც ამას წერს, ერთ-ერთი კომენტატორი წერს, რომ საქართველოს ხსენებული არ არისო, მაგრამ კვლავ ვიმეორებს, საქართველოს არის მონიშნული ერთ-ერთ წერტილად ბუდანოვის მიერ გავრცელებული უწყების ინფორმაციაში. ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მოაშიშვლა საზღვრები. ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ ჩვენ დიდი ხანია ვეუბნებოდით თუ ლილუაშვილის უწყებას და კამდინარაძის უწყებასაც ვეუბნებით საბოლოო ჯამში, მოკლედ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას თუნდაც, რომ საზღვრების მოშიშვლება არის ძალიან საფრთხილო ჩვენი უშიშროებისა და ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოაზისური მდგომარეობა შეუქმნა აქ რუს ეგრეთ წოდებულ ტურისტებს, რომელთაგანაც ბევრი ან საკმაოდ რაოდენობის, თუნდაც 1%, ესეც მაღალი პროცენტია, მუშაობს რუსულ სპეცსამსახურებზე. ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურები, სუსი, დაძდევენ მომიტინგეებს, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილებს, ბიზინა ივანიშვილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, იცავენ ბიზინა ივანიშვილს და არაფერს აკეთებენ საქართველოს საგარეო მტრის ერთადერთი მტერი ხავს ჩვენს ქვეყანას, საგარეო მტრის აგენტურის უგულებელყოფისათვის, ანუ განეიტრალებისათვის და მათი ან დაპატიმრებისათვის, ან დეპორტაციისათვის, ან განადგურებისათვის. ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების სუსი, ამ შემთხვევაში მდინარაძე ხელმძღვანელი, სხვა შემთხვევაში ოხანაშვილი და კიდევ სხვა შემთხვევაში ლილუაშვილი, რეალურად არის ფილიალი რუსეთის FSB-ში და არაფერს არ აკეთებს კი არა, რეალურად თანამშრომლობს ამათთან. ახლა მე გეუბნებით და ვამბობ ღიად. ბევრი თქვენგანი იტყვის, რასაკვირველია, თეორიულად იმ შემთხვევაში თუ უკრაინის მხრიდან მოხდება სპეცოპერაცია ჩატარდება და განადგურდება ეს სამეთაურო შტაბი, თუ ესეთი არსებობს და დადასტურდა, კვლავ ვიმეორებ, ეს ძალიან ფრთხილად უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, მაგრამ მე მხოლოდ ვლაპარაკობ იმაზე, რაც გავრცელებულია და რუკაზე, რომელზეც მონიშნულია საქართველოს, აი ხა რაც ჩანს, ახლოს მოვიტანე კადრი. ამაზე დაყდობით, თუმცა ტექსტურ ინფორმაციაში პრაქტიკულად არაფერი არ არის ამასთან დაკავშირებით. თუ ეს ყველაფერი ასეა, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, უკრაინელების ეხლა უნდა ესეთი სიტყვა ვთქვა, ძიმე ლეგიტიმური სამიზნე ხდება ეს კონკრეტული რუსული ცენტრი.
არა საქართველოს ტერიტორია, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, საქართველოს როგორც სახელმწიფო, საქართველოს დედაქალაქი თბილისი და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში ესე არ უნდა წავიკითხოთ, არამედ ლეგიტიმური სამიზნე ხდება, თუ ეს ყველაფერი ასეა, კვლავ ვიმეორებ, ის რუსული ცენტრი, რომელიც მუშაობს საქართველოში, თუ მუშაობს. ეხლა მე მესმის, რომ უკვე ხვალ მაღალი ალბათობით, ან გარკვეული ალბათობით, ან გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები პაპუაშვილები და არა მხოლოდ ატეხავენ ერთ ამბავს, რომ აგი ომში გვითრევით, არავინ ომში არ გვითრევს. თუ საქართველოს ერთი კონკრეტული კერძო თუნდაც კომპანია ეხმარება რუსეთს და რუსეთში გააქვს გადამუშავებული ნავთობი, ანუ რუსეთმა მიაწოდა ნედლი ნავთობი და გადაამუშავეს აქ ყულებში და გაიტანეს ფარგლებს გარეთ და ეს ნედლი ნავთობი, ანუ უკვე საწვავად გარდაქმნილი იწმევად უტრირებულად რუსულ ტანკში, რომელიც ხოცავს უკრაინელ ბავშვებს, ესწრებს უკრაინელ ბავშვებს, ეს ყულევის ტერმინალიც ხდება არის ლეგიტიმური სამიზნე. იმისთვის რომ ამ ყველაფერს ავცდენოდით, ან ავცდეთ და ღმერთმა ქნას რომ ავცდეთ, აქვე ვიტყვი, ჩვენ ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც აგენტებით არის გატენილი და თავად აგენტურაა რუსეთისა, არ უნდა შემოეშვა რუსები პირველი და მეორე რუსული ბიზნესისთვის არ უნდა აენთო მწვანე შუქი, რომ მათ თავისუფლად ემოქმედათ და ემუშავათ საქართველოში. უკლებლივ ყველა უნდა გადაკონტროლებულიყო, აღარ ვლაპარაკობ იმ მსხვილ კომპანიაზე, რომელიც, ანუ ყულევის ტერმინალს გულისხმობ, რომ ნავთობ გადამამუშავებელს უფრო ზუსტი რომ იყო, რომელიც თურმე იღებდა 105,000 ზეპირად მახსოვს ტონა ნავთობს, ნედლ ნავთობს იმისთვის, რომ გადაემუშავებინა და მე არ გეუბნებით, რომ ხვალზე მოხდება ეს, მაგრამ თეორიულად შეიძლება მოხდეს ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ უკრაინელები გადაწყვეტენ. აქვე ვიტყვი, რომ მაგალითად გუდაუთაში არსებული სამხედრო ბაზა რუსეთის ფედერაციისა, იქ იცით რომ მისი რაღაცა ერთგვარი მოდერნიზება მოხდა 2 წლის წინ დაახლოებით, როდესაც უკან იხევდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, იქაც უნდოდა რომ შემოეყვანა და შეიყვანა კიდეც გარკვეული გემები, მცურავი საშუალებები. ესეც არის უკრაინელთა გუდაუთა კი არა, უკაცრავად ოჩამჩირე, გუდაუთაც, მაგრამ ოჩამჩირე არის უკრაინელთა ლეგიტიმური სამიზნე. ეს ერთი. ასევე ლეგიტიმური სამიზნე გვინდა არ გვინდა არის ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა და ასევე ის სამეთაურო შტაბები თუ დადასტურდა, ყველა სიტყვას ვიხმარ მეტნაკლებად ზუსტად, ან ზედმიწევნით ზუსტად, რომ სამეთაურო შტაბები რუსებისა, რომლებიც რუსებს ეხმარებიან, არის თბილისში. არის ეს შტაბი არის თბილისში. ან სხვა რომელიმე ქალაქში, გორში მაგალითად არ ვიცი, თელავში. წუხვარ რომ ეს არის სიმართლე. აი ეს არის მთავარი ამბავი ჩვენ სინამდვილეში და არა ალეკო ელისაშვილის დეშეკატი სირბილი სასამართლოში.